სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 2000 წლის 26 ნოემბერს, ჩვენ ისე ვართ 57 ნაწილზე. მომიტევეთ, რომ ჩვენ ესეთი კუსნაბიჯებით მივდივართ ამ საკითხში, იმიტომ რომ ჩვენ ასევე დაგვემატა და ჩემი მთელი ენერგიები ახლა უფრო უორენ ვირსბის ბიბლიურ კომენტარებზეა გადართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვისაც კარგია და ნელ-ნელა გავყვებით სად გვეჩქარება არსად და ორივე საქმე შეიძლება ნელ-ნელა ადამიანმა გააგრძელოს. შემდეგ კითხვა ძალიან ტევადი, ძალიან საინტერესო, ამაზე ადრეც იყო საუბარი და საქმე ეხება განკურნებებს სასაულები დღეს რატომ არ არის, თუ ქრისტე ისე ცოცხალია და ცაშია და დისტანციაზე ვიცით ქრისტე კურნავდა, დღესაც ხომ შეუძლია ყოველ შემძლე ღმერთს რომ ციდან იგივე ჩარევა გააკეთოს და განკურნოს და მე ესეთი კაი პასუხები არ მომისმენია ჯონისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. უფრო სიღრმისეულია, ძალიან საინტერესოა და ძალიან აქტუალური სხვათა შორის. აი ძალიან ბევრ ადამიანებს იცით ხომ ღმერთთან როგორი მიდგომა აქვთ. და ძალიან ბევრი რელიგიები, ადამიანური რელიგიები, ხო, ყველანი ადამიანი კეთილდღეობას ეძებს, კეთილგანწყობას ეძებს და ეს უნდა გადმოისახოს მაგალითად ოჯახის სიმრავლეში, მაგალითად ფულის, რა ქვია, შოუნაში, ჯანმრთელობა განკურნებაში. ეს არის ხო ძირითადი მოთხოვნები, კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა რო დაცული იყოს. და ეს არის თელი ყველა რომ შეხედავთ და აქაც ჩამოთვლილი იქნება დენომინაციები, სხვადასხვა რელიგიები, ყველას ეს უნდა თვით მე არ ვიცი ათეისტი ადამიანის ამას ეძებს, სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა საშუალებებით, ხო? ყველანი ნახეთ, აი ციფრები, ასაკი მარტო რიცხვებია, ასაკი მარტო ციფრებია, ნახეთ ბრედ პიტი კანის ფესტივალზე, ნახეთ ტომ კრუზი და ესე ტყუილები და იმეს ჯორჯ კლუნი და ესე რომ აცუნდრუკებული ეს მოხუცებული ხალხი, იმიტომ რომ სისხლს იცვლიან, იმიტომ რომ ჰორმონებს იღებენ, 1000 რაღაცებია დღეს ტექნოლოგიური, ხო? მაგრამ როგორც ვინც მოისმინა Warren Buffett-ის ბოლო, როგორც Warren Buffett-ის პარსულური იყო და ბოლო დაავადებას ვერან ვერ კურნავს. ბოლო დაავადება, ხო იცით რომ მოდის სიკვდილი, გარდაცვალება, სიბერე. ამას უკვე ვეღარავინ ვერ შველის. ამას მარტო იესო ქრისტემ უშველა. ამიტომ აქცენტი ჩვენ ქრისტიანებმა უნდა გავაკეთოთ მარადისობაზე, მარადიულზე. ადამიანები კიდე სამწუხაროდ იგივე მიბაძავენ და ქრისტიანი როგორ შეიძლება ადამიანს ეწოდოს, რომელიც იგივე იქცევა როგორც წარმართები, ხო? და იგივე სთხოვს ღმერთს გაუთავებლად. და ხატებიც არის ცალკე ჯანმრთელობის, კერპები, გუშინ უყურე კიდე ერთ ფილმს ცუდი ლეიტენანტი. ძალიან საინტერესო ფილმია, პირველი ვარიანტი, რომ 92 წლისა თუ არ მეშლება, ჰარვი კაიტელი რო თამაშობს, ხო? კიდე ერთხელ ადრეც ავსტრალიაშიც ნახეთ, გავარჩიეთ კიდევაც ეს ფილმი და შესანიშნავი ფილმია. კათოლიკეები, აი კათოლიციზმი როგორ დამახინჯებულად უყურებს ბევრ რამეს. აღალაპარაკო მართლმადიდებლობაზე. ხა კათოლიციზმი იმას მაინც გაცნე, რომ ინდივიდუალური, ნაციონალური არ არის ესა, ხო? და მართლმადიდებლობა რაც არ უნდა თქვან, მაინც ყოველას თავისი პატრიარქები ყავდა. ამათ ქემაინც ერთი რომის პაპი ყავდა, ეს რომის პაპი შეარიგებს ბოლო-ბოლოდ ვინც იბრძოლებს და ვინც იომებს და. ეხლა შენი პატრიარქი რო ყავს უკრაინას, რუსეთს თავისი პატრიარქი, როგორ შერიგდებიან ისინი, ხო? და სულ სხვადასხვა მორგებული აქვს თავის ნაციონალურ ინტერესებზე. და ასევე ხა პროტესტანტიზმი მოდი თქვა, პროტესტანტი თავისი პასტორები ყავდა, ამ პასტორებით არის ჩხუბი და ან კიდე ვინც დააარსა ეგ დენომინაცია პროტესტანტიზმში, იეჰოველი იქნება ეს თუ მორმონი თუ ვიღაცა, ხო? ასე რომ ჩვენ ქრისტიანები უნდა განსხვავდებოდეთ და პირველი განსხვავება მე სტუმარსაც ვეუბნებოდი გუშინ ამერიკიდან, რომ უნდა იყოს ჩვენი რა არის განსხვავება ქრისტიანის არაქრისტიანისაგან, რომ ყველაფერი არის სულიერში. სულიერში უნდა იყოს ეს სულება და არა გარეგნული რაღაცა ჩვენი თაყვანისემ, რომელსაც იხიბლებიან ბევრი. ამ გალობებით, ამ დიდი მონუმენტური რო შეხვალთ ალბათ დაითრდგუნებით პეტრე პავლეს ტაძარი, ხო, რომში. და აღალაპარაკობ უკვე მართლმადიდებლობის სამება და მოსკოვში და ყველა რო აგებს დიდი მეებს და აქაც ჰაები და ჩქაროსნული გზებიდან უნდა გამოჩნდეს სომხური ეკლესიები, გესმით? კოპტიკური ეკლესიები, ჩქაროსნულ გზებთან ახლოს, გესმით, რომ დაინახონ. აх, ვინა აშენა და ვინა, გესმით? აი რაზეა ლაპარაკები ეკლესიების აგებაზე და ემასე. და არა და ეს ავიწყებოთ, რომ სოლომონის დიდებული ტაძარი პირდაპირ გაგებთ ღმერთის მითებით აგებული, ღმერთმა თვითონ დაანგრია. რომ ღმერთი ტაძრებში არ იმყოფება. აი მოდით მოусვიროთ ახლა ამ დაავადებაზე, ჯონ მაკარტური რა კარგად გასცდა კითხვის დამსველიც, რა საინტერესოდ მიუდგება, თურმე საიდან მოიყო მოტივირებული, ამასაც გვეტყვის მერე კითხვის დამსველი, რომელსაც ქვია მარკოსი. სალამი, გამარჯობა ჯონ, მოგესალმებით, მე მარკოზი მქვია.
და ჩემი კითხვა არსები და წარმოიშვა ლუკას სახარების მეოთხე თავიდან, როდესაც დღევანდელ დღეს პრეზენტაციას თქვენ გააკეთეთ. ალბათ ეს კვირა დღე არის და კვირა საღამოს შეიკრებინე თუ არ მეშლება ახლა შეიძლება 26 ნოემბერი 2000 წლის ვნახო და იმას ვაქნა, მაგრამ დილით ეს ყოველ პრეზენტაცია მოისმინეს ჯონის ქადეგებიდან და კითხვა გაუჩნდა ამას. სახლში მანქანით მიმავალს საკმაოდ ბევრი ფიქრები გამიჩნდა ამაზე და სახლში დაბრუნებისას კიდევ ერთხელ ვიფიქრე და ვფიქრობ ახლა ამაზეც. ასე რომ კითხვა მოკლედ და მსჯელობის ხაზი არსებითად დაახლოებით ასე გამოიყურება. თუ ქრისტე, როგორც დღეს დილით წარმოადგინეთ, თავისი მიწისმსახურების დროს ორი გზით კურნავდა. ეს არის ან პირდაპირ შეხებით, ან ღვთაებრივი ჩარევით, სადაც ადამიანები მას ძირითადად ვედრებით მიმართავენ და თხოვნით მიმართავენ და ის ეხება მათ და ან ვინმე სხვა პირდაპირ მიმართავს სხვის გამო პიროვნებისა და იესო ქრისტეს სიტყვით დისტანციაზე, გარკვეულ მანძილზე კურნავს მას, სადაც ის იყო და იმყოფებოდა. და დღეს ჩვენ ვორენ ვირსბის კომენტარებშიც განვიხილეთ ესეთი მაგალითები, გახსოვთ ხომ? იარიოსის ქალიშვილი, როგორ განიკურნა და ასევე ასისთავის მსახური. იმის სონა, რომ ქრისტე სრულად აღდამკვდრეთით და ის მარადიულად ცოცხლობს. ჩვენთვისაც ცოცხლობს, მამის მარჯვნივ ამაღლდა, ეხლა რა უშლის მას ხელს? ან თუ რამე უშლის ხელს? რომ უშუალო დაავადებული ადამიანის თხოვნით, ან მისი სახელით ლოცვის გზით იგივე გააკეთოს, სადაც ის ზებუნებრივად, პირდაპირ ან სრულიად განკურნავს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად იესო აქ არ არის ჩვენთან. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა და მე ამაზე გარკვეულწილად მივუთითე დღეს დილით, მაგრამ თლიანად არ განმიხილე ეს საკითხი. და ჩემმა მეუღლემაც პატრიცია მითხრა, რომ სასარგებლო იქნებოდა, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე მეთქვა. ამიტომ მე ძალიან გამიხარდა, რომ ეს კითხვა დამისვით და შეიძლება მომავალ კვირას ამაზე უფრო დეტალური კომენტარიც გავაკეთო. ეხლა არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც უნდა მიუდგეთ ჩვენ ამ საკითხს, რათა ჩვენი პასუხი იყოს სრული და დამაკმაყოფილებელი. პირველი ასეთია. არავინ ამბობს, რომ ქრისტეს არ შეუძლია განკურნება. მე ვსაუბრობდი განკურნების რიჯზე, რომელიც მან დედამიწაზე გამოიყენა თავისი მესიანისტური ტიტულის დასადასტურებლად და დემონსტრაციისათვის. საკუთარი თავის დასამტკიცებლად. რომ ის იყო და მას ჰქონდა ძალაუფლება როგორც ღმერთს ამ ფიზიკურ სამყაროზე. რაც ნამდვილად მესიას უნდა ჰქონდეს. თუ ის აპირებს ჩვენთვის განდიდებული სხეულის მონიჭებას. ეხლა მე ვიმეორებ, რომ მას შეუძლია განკურნება ეხლაც. მაგრამ განკურნების ის ნიჭი, რომელიც იესომ წარმოადგინა და მისცა ჯერ 12 მოციქულს, შემდეგ 70 მის მოსწაფეს, ეს იყო უნიკალური. და თუ ჩვენ ამას გავყვებით, ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ნელ-ნელა ეს ნიჭი ქრება მოციქულებთანაც კრი. როგორც ეს დღეს დილით აღვნიშნე. გახსოვთ, პავლე მოციქული შეხვდება ტროფიმეს, როდესაც ის ავად იყო და მაინც ავად დატოვებს, ანუ ვერ განკურნავს. ასე რომ პავლეს შემთხვევაშიც კი განკურნების ძალა მცირდება. მე ვსაუბრობდი განკურნების ნიჭზე, ანუ როცა აქ დღეს ვიღაცა ჩემულობს ამას, რომ მასა განკურნების ძალა. მე ვამბობ, ეს საეჭვოა, ეს ესე არ არის. იესოს ნამდვილად ქონდა ეს ძალა და მან მისცა თავის მოციქულებსაც, რომლებიც მისი ემისარები, წარმომადგენლები იყვნენ, გაგზავნილები, რათა დაედასტურებინათ, რომ ეს ყველაფერი იესოს მეშვეობით ხდებოდა. და სახარება, რომელიც მათ მიაქვთ და ქადაგებენ, რომ სინამდვილეში ეს ღვთისგან იყო. და განკურნების ნიჭი იყო კონკრეტული ეს საკითხი, რომელიც იესოს თავის ცხოვრებაში უნდა დაედასტურებინა. და კითხვა შეუძლია თუ არა იესოს განკურნება, ეს უკვე სხვა საკითხია და ამ კითხვაზე პასუხი ესეთია. მას ყველაფერი შეუძლია, რასაც კი ის მოისურვებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავად.
არ არსებობს განკურნების სახურება, რომელსაც იესო ახლა შეასრულებს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ის არის მესია. რადგან არ არსებობს გზა, რომ მაშინაც კი თუ ის განკურნავს ვინმეს, ეს აუცილებელი იყოს და ამას შეიძლება ეს დაუკავშიროთ. ის აქ არ არის ახლა. და შეგიძლიათ უთხრათ ვინმეს, იცით, მე კი მომქონდა ბლოცლობდი და ახლა აღარ მაქვს. და ეს თქვენი რწმენა, მაგრამ ეს არაფერს არ ამბობს საზოგადოებისთვის. ეს არაფერს არ ამბობს ხალხისათვის იესო ქრისტეს ძალაზე. რადგან არ არსებობს თქვენი პირდაპირი კავშირი თქვენსა და იესოს შორის, იმიტომ რომ ის აქ არ არის. ის აქ არ საუბრობს, არ ეხება არავის და არ ჩანს. ამგვარად იესოს სასწაულების მიზანი იყო დემონსტრირება იმისა, რომ ის იყო მესია და ის უკვე მოვიდა. ეს იყო მისი ხმა, მისი შეხება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ განკურნებასთან და ეს საკამათო არ იყო, რადგან უმეტეს შემთხვევაში უამრავი ადამიანი ამას თავისი თვალებით ხედავდა. ვინც ხედავდა შეხებას, ესმოდა მისი ხმა, იესო ამყარებდა ამ აუცილებელ კავშირს და ეს საკამათო არ იყო, სადაო არ იყო ეს. და დღეს როცა ვიღაცა ამბობს, რომ განიკურნა და ვიღაცა შეუძლია თქვას, თქვენი აზრით ღმერთმა გააკეთა ეს? ჩემი აზრით თქვენ გაგიმართლათ. ქრისტიანი მეცნიერი, ეს სხვათა შორის სექტა ამერიკაში, Christian Science-ი. შეუძლია თქვა, რომ ისინი განიკურნენ და ასეც ხდება ხოლმე წამლების გარეშე. ასევე მორმონს შეუძლია თქვას, რომ ღმერთმა განკურნა ისინი და შეიძლება გარკვეული ფიზიოლოგიური რამ ყოფილიყო, რაც ხდება ხოლმე. ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ ალაჰმა განკურნა მუსლიმანს. ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ ბუდასადმი ლოცვით განიკურნა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჯადოქარმა განკურნა, ან შამანმა განკურნა. და რაც არ უნდა იყოს ეს? და ეს თქვენი რწმენაა. თუ ვინმე მოაეტო იყოს, მე ავად ვიყავი და ღმერთმა განკურნა, ჩვენ როგორც მორწმუნება შეიძლება დავადასტუროთ ეს, მაგრამ ეს არაფერს არ გააკეთებს იესო ქრისტეს ღვთაებრიობის დემონსტრირებისათვის, რაც ამ სასწაულების მიზანი იყო თავის დროზე, როცა იესო მათ აკეთებდა. ეს არანაირად არ აძლიერებს ბიბლიის ავტორიტეტს, რადგან უშუალო კავშირი არ არსებობს. გესმით ალბათ, რასაც ვამბობ, ხო? ამგვარად მას არ შეუძლია მიზნის მიღწევა, ამიტომ მთელ ამ საკითხს ჩვენ გვერდზე ვდებთ და შემდეგ უბრუნდებით საკითხს. კურნავს თუ არა უფალი მორწმუნეებს, რომლებიც გაკურნებისთვის ლოცულობენ და კითხვაზე პასუხი ასეთია. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც ის მოისურვებს. თუმცა ეს არ არის წმინდა წერილში თავარი, რომელზეც აქცენტი კეთდება. სინამდვილეში, რეალურად თუ თქვენ ახალ აღთქმას კარგად შეისწავლეთ და გადახედავთ, თქვენ ვერ იპოვით მუხლს, რომელიც ამბობს, ილოცეთ ადამიანების ფიზიკური განკურნებისათვის. ვერ იპოვით. ეს აშკარად არ არის ჩვენი მორწმუნეების საქმიანობის ნაწილი. პავლე ლოცულობდა ხორციელი ეკლესიაგან განთავისუფლებისათვის, მაგრამ ღმერთმა ის არ განკურნა. იაკობის სახარებაში რაც აგვაქვს სიტუაცია, თუ თქვენი ვინმე თქვენთაგანი ავადაა, მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია სულიერად დაავადებასთან, სულიერ სისუსტესთან და მაშინაც კი თუ ვაღიარებთ, რომ ეს რაიმე სახის ფიზიკური ავადმყოფობა, იქ ნათქვამია, წადით ეკლესიის უხუცესებთან და ილოცონ თქვენზე და აღიარონ თქვენი ცოდვებიო. და აღიარეთ ერთმანეთთან თქვენი ცოდვებიო. ამ შემთხვევაში თუ მას განკურნებად მივიჩნევთ, ეს იქნება განკურნება, რომელიც დაკავშირებულია ცოდვასთან. ეს ადამიანი ცოდვის გამო ისჯება. ეკლესიის უხუცესები ლოცულობენ ადამიანის სახელით, ადამიანი აღიარებს ცოდვას და როდესაც ცოდვა მოგვარდება, მაშინ დასჯის მიზეზი შეიძლება, ვიმეორებ, შეიძლება გვერდზე იქნას გაწეული. მაგრამ იაკობის სახარების მონაკვეთის გარდა არ არსებობს, ვიმეორებ, ჩვენთვის რამე ბრძანება, მითითება, მოთხოვნა, რომ მივმართოთ ღმერთს და ვთხოვოთ ვინმეს ფიზიკური განკურნება. ეხლა შეგვიძლია ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამის გაკეთება. ზოგადი გაგებით შეგვიძლია მთელი ჩვენი ზრუნვა მასზე გადავიტანოთ. ეს ჩვენი ზრუნვის ნაწილია. შეგვიძლია უფლის წინაშე წარდგეთ და ვთქვათ, შეგიძლიათ განადიდოთ, შეგიძლია უფალო განადიდო შენი თავი ამ ადამიანის ფიზიკური განკურნებით, ან გამოჯამრთელებით. გამოავლენ თქვენ დიდებას და უფალმა შეიძლება ეს მოიქცეს, გააკეთოს. და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოჯამრთელდებიან და როდესაც ისინი გამოჯამრთელდებიან, როდესაც ავად იყვნენ,
ექიმებს არ შეუძლიათ ამის ბუნებრივი ახსნა. მაგრამ არ არსებობს გარანტია და ეს ნორმალური არ არის. აი მე პირადად მაგალითად არ მინახავს დავრდომილი ადამიანი დღეს რომ განკურნებული იყოს ინვალიდის ეტლიდან გადმოსული იყოს და მისი კიდურები ამოძრავებული იყოს. კვადრაპლეგს რო უძახით ინგლისურად. მე არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელიც სრულიად ბრმა და რომელმაც მერე ვიღაცამ ილოცა და ლოცვის შემდეგ ის უკვე ხედველობა აღუდგა და ხედავს. ან სრულიად ყრუ, რომელიც ლოცვის შემდეგ უკვე ესმის ხმა. მე არ ვამბობ, რომ ღმერთს ამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ იდეა, რომელიც აღნიშნავს და დღესდილად ვცდილობდი ამის მოტანას არის ის, რომ სასწაულები ეს უკვე ძალიან იშვიათი, ძალიან უკიდურესი და უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა სამყაროში, როცა ისინი ხდებოდა. ასე რომ მე მჯერა, ჩვენ შეგვიძლია მიმართოთ უფალს და თქვათ, უფალო, იცი, მე ვლოცულობ ჩემი საყვარელი მეგობრისათვის, რომელიც ავადაა. ეხლა უფალს შეუძლია მედიცინის საკუთარი ძალით, საკუთარი მიზნებისათვის ამ სხეულის განკურნების გზით აღდგენა მოახდინოს. და გახსოვთ, რომ პავლემ როდესაც ეპაფროდიტე ავად იყო, რომ თქვა მან, ეპაფროდიტეს სიკვდილის პირას იყო, მაგრამ მან თქვა, უფალმა გადაარჩინა იგიო. გახსოვთ ეს. და უფალმა პავლეს ააშორა ის ტკივილი, რომელიც ამ ადამიანის სიკვდილით შეიძლებოდა მას მიეღო. და მისცა ამ ადამიანს შემდეგი კიდევ სახურების საშუალება. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ღვთის განზრახვისათვის მისი განგებით არა რაღაცა სასწაულების, რაიმე რაღაც მასიური ნაკადით, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება, არამედ ღმერთის განგებით შეუძლია მორწმუნის სიცოცხლე გადაარჩინოს მედიცინის, სხეულის აღდგენის ძალის მეშვეობით, სხეულს აქვს უნიკალური უნარი აღდგენითი და თუნდაც საკუთარი ზებუნებრივი ჩარევით. და ჩვენ გვაქვს ყველა უფლება და ყველა მიზეზი ვთხოვოთ ღმერთს ამის გაკეთება, რადგან ეს არის ისეთი საზრუნვა, რომელიც შეგვიძლია რომ მასზე გადავიტანოთ. ხა კითხვის ავტორი აგრძელებს და ეუნება უფრო დეტალურად. გმადლობ ჯონ, მე უბრალოდ ვიცი რომ დღეს დილით შეიძლება მოეჩვენოს რომ რაღაცა პრეტენზიას გარკვეულ ერეტიკულ და დოქტრინალურ აზროვნებაზე იმაშვებოდი, რომ გიბიძგებდით. რათა ტექსტში მოცემული დასკვნების ექსტრაპოლაცია მოგეხდინათ, ეს კითხვა არსებითად უნდა ვაღიარო ფარული მოტივით დავსვი, რადგან ჩემი შეყვარებული მედიცინის დოქტორია. ის ლოს-ანჯელესში ტრამვის განყოფილების დირექტორია და მიყვება ხოლმე იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანები მოდიან და მთელ ულტრალაბგერით გამოკვლევას გადიან. ის ოპერაციაზე გაგზავნამდე ძალიან საფუძვლიან გამოკვლევას ატარებს და ზოგჯერ ამბობს, რომ ეს ხდება. ისევ მიდიან და მეორედ იკეთებენ ამას და როდესაც კონკრეტული დაავადების ფიზიკური სიმპტომები გამოუვლიდებათ, შემდეგ ის ამბობს, რომ მოგვიანებით 1-2 დღის შემდეგ შესაძლოა ეს ნიშნები აღარ არის. და ამიტომ მეკითხება ხოლმე ამის შესახებ, რომ რა მოხდა აქო. და მე უბრალოდ უხსნი მას ამ მსჯელობას, რომ 3-დან ერთ-ერთი რამ შეიძლება მოხდაო. პირველი, თქვენ შეცდომა დაუშვით, დიაგნოსტიკა არ იყო სწორიო და მას არ მოწონს ეს, როცა მას ვამხელ ხოლმე, ხო? მეორე საკითხი, ადამიანს ეს არასოდეს არ ქონია. თქვენ არსებისა დაუსვით არასწორი დიაგნოზი, რაც გამოსწორებადი იყო ან რაღაცა მსგავსი. და მესამე, სინამდვილეში არის ის, რომ ღმერთმა რაღაცა ჩაიდინა, რაღაცა ქმედება, რომელიც არსებითად არ იყო დამოკიდებული თეოლოგიაზე ან მის ურთიერთობაზე ღმერთთან, რომელიც ამ ადამიანს მარადისობაში ექნება ქრისტესთან. და ეს სრულიად განსხვავებულია და ამის მიბმა არ შეიძლება მეთქი. ეს იყო მესამე. ეთანხმები ჯონ ამ ჩემს ინტერპრეტაციებს და ჯონი მაკარტური პასუხობს. დიახ, ფიქრობ, რომ ეს ძალიან გონივრული პასუხის გაცემაა და გონივრული აზროვნებაა. ეხლა სხვა საკითხი იქნებოდა სხეულის საოცარი აღდგენი ძალის ტიპიური ეს თვისებაც რომ გავითვალისწინოთ. და ფიქრობ, დიაგნოზის საკითხი რაც ახსენეთ, ძალიან მართალია, დიდი ალბათობა ამაზეა. მე ფიქრობ, სამედიცინო მეცნიერება მართალია ძალიან განვითარებულია, მაგრამ სწორი დიაგნოზის დასმა, რომელიც შეიძლება რომ
სწორად იყოს მიგნებული, ხო? ძალიან რთულია. თქვენ გონიათ რომ მიაგენით, მაგალითად სიმსივნე და შემდეგ შეიძლება გაგაკვიროთ რომ არ ყოფილათ რომ ეს სიმსივნე. და ფიქრობ ეს სწორი მიდგომაა. ეხლა მე მინდა პატარა ყურადღებაც თქვენ გადავატანინო იმაზე, მე მუშაობ ციგზე და ვაპირებ ციგნის დაწერას, დაბადებასა და სამყაროს დასასრულის შეხაბ ესხატოლოგიაზე და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ბოლო დროს ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, რაც ჩემს გონებას გააფართოებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ხშირად ისეთ რაღაცები მესმის, როცა თანამედროვე მეცნიერებაზე მივდივარ, ხო, ჩემს გონებას შესაძლოა ბევრად აღემატება. თუმცა ცოტა რაღაცა ნაბიჯები გადავდგი და ვსწავლობ, რომ გავერკვიო დაუშვათ კვანტურ ფიზიკაში და ასევე მეცნიერულ ბოლო მიღწევებში. და მივაგენი ერთ-ერთ თემას, რაც არის ნულზე დაფუძნებული ენერგია. ეს იმდენად გაუგებარია, ჩემთვის გაოცებული ვარ. ეხლა ნახოთ შემიძლია თუ არა ამის მარტივად თქვენთვის გადმოცემა. თუ თქვენ შეძლებდით, რომ შექმნათ სრული ვაკუუმი, აი იდეალური ვაკუუმი. და ეხლა იდეალური ვაკუუმი იქნება, რომ იქ არ არსებობს არაფერი, სივრცის გარდა. თქვენ გაქვთ სივრცე, რომელშიც არაფერია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა ვაკუუმი, იქ არაფერი არ არსებობს, არაფერი, გარდა ცარიელი სივრცისა. არაფერია, მოლეკულები, არაფერი. გულისხმობ რომ ძნელი წარმოსადგენია ეს. იქ არ არის ჰაერი, არ არის წყალბადი, არ არის ჟანგბადი, არ არის ქიმიკატები, არ არის არაფერი. ეს უბრალოდ ცარიელი სივრცეა, ვაკუუმი. და მათ შეძლეს ამის გაკეთება ექსპერიმენტალურად, რაც შემთთვის აბსოლუტურად გასაოცარი იყო. და არის ის, რომ როდესაც ისინი ქმნიან სრულყოფილ ვაკუუმს და სწავლობენ დაუშვათ ამ ვაკუუმს, მაგალითად მოლეკულის ვაკუუმი, რასაც ისინი ხედავენ არის ენერგიის რხევითი ტალღები. მაგრამ ამ დროს იქ არაფერი არ არის. ესე იგი ენერგიის ტალღები ირხევა და იქ არაფერი არ არის. ეხლა რა არის ეს? როგორ ახსნათ ეს? და ეს ზალა იმდენად დიდია. ეხლა არ ვიცი ამის უფლება მაქვს თუ არა, თუ ზუსტად აღწერ მე ჩემ წიგში, როცა წიგნს დავასრულებ. ჯერ კიდევ ამ მასალაზე მუშაობ, მაგრამ თითქმის გამოთვლიან რომ ენერგიის რაოდენობა, ის რაოდენობა, რასაც ისინი ნულზე დაფუძნებულ ენერგიას უწოდებენ, ერთ მოლეკულაში, ლაპარაკი ერთ მოლეკულაში, საკმარისი იქნებოდა სამყაროს ვარსკვლავების მილიონობით წლის განმავლობაში განათებისთვის. წარმოგიდგენიათ, ერთ მოლეკულაში ხალხო. და ეს არის ისეთი ენერგია, რომელიც არსებობს ამ სამყაროში, რომელიც ღმერთმა შექმნა. ეხლა ამის გაგება და იმის გაგება, როდესაც ბიბლია ამბობს, ყოვლის შემძლე ღმერთს, ღვთის ძალას. ხა უბრალოდ გაგვაოცებს, ხო? წარმოვიდგინოთ, ხა შევკრიბოთ ეს ყველა სამყაროში არსებული ეს ყველა მოლეკულა და წარმოვიდგინოთ, თუ რა ძალასთან აგვაქვს ჩვენ საქმე, რომელსაც ღმერთი აკონტროლებს და რომელიც მის ხელშია. ეხლა ასეთი ძალის მქონე არსებას. შეიძლება რომ რაღაცა ადამიანის ანატომიაში რაღაცა მცირედი ცვლილების შეტანა დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, ან ვიღაცის განკურნება? სწორედ აქ იყო გარდაცვალების წინ აინშტაინი რომ იმედგაცრუებით დაამთავრა სიცოცხლე. რადგან ის ბოლომდე ვერ მივიდა ამ საკითხამდე და ვერ განსაზღვრა. რადგან ეს ღმერთი იყო და ამას კიდე ქიმიური განმარტება არ აქვს. ანუ ის, რომელიც ყველაფერს ამ თავის ძალის სიტყვით ინარჩუნებს, რასაც ბიბლია ამბობს. პეტრეს წერილი, ხომ? რომ მისი სიტყვით არის ეს ყველაფერი შეკავშირებული ერთმანეთთან. და ამას მხოლოდ იმ ფაქტის აღსანიშნავად ვამბობ, რომ არსებობს ენერგია, რომლის გაგებაც კი არ შეგვიძლია და თუ ღმერთი ნებისმიერ მომენტში გადაწყვეტს ამ უზარმაზარი ენერგიის გააქტიურებას რომელიმე მოკვდავი ადამიანის სხეულის გამოსაჯამრთელების პროცესში, ეხლა ვის აქვს უფლება რომ თქვას რომ მას ეს არ შეუძლია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა ხდებოდეს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მე ეჭვება რომ ფეხები მოკვეთილ ადამიანის გამოებას. მე ეჭვება, ან კვადრაპლეჯიკები, ანუ დავდომილები, თავიანთი სავარძლებიდან წამოდგნენ და გაიარონ. ხა რაც არ უნდა ხდებოდეს დიაგნოსტიკურად,
ეს გამოჯამრთელის პროცესში ეხლა ზურგის ტვინის დაავდებული ადამიანი ვერ ადგებიან და ვერ გამოვლენ. ეს ნამდვილად მეეჭვება. ან მეეჭვება რომ დაკარგულ ადამიანებს შეუძლიათ თვალები აეხილოთ. ამ ტიპის რაღაცებს უფალი ხედავს, მაგრამ ეს არ არის იმ დრამატიული სასწაულების ხანა, რომლებიც მოცემული იყო და მხოლოდ მიეცა იმ უნიკალურ მომენტს, როცა ის აფეთქდა, როდესაც მესია ღმერთი განკაცდა და დედამიწაზე შემოვიდა. მხოლოდ მაშინ იყო ეს შესაძლებელი ამ სასწაულების მოხდენა. გასაგებია, კეთილი. მადლობა პასუხისათვის ჯონ.